გამარჯობათ. ეს ჩვენი სტუმარი არის თამთა მამულაიძე, აგრონავტის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით თამთა. ხოთ ორი სიტყვით გაგვეცნოთ. მოგესალმებით, თამთა მამულაიძე, აგრონავტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და BTU-ს უნივერსიტეტის აგრიტექის სასწავლო კურსის ავტორი. თამთა სანამ უშუალოდ თქვენ სტარტაპზე გადავალთ, იქამდე მინდა თქვენი დახმარებით მიმოვიხილოთ სიტუაცია, რომელიც სოფლის მეურნეობაშია საქართველოში. პირველი კითხვა, რასაც უსვამთ ხოლმე რესპონდენტებს არის რატომ არის მათი აზრით დაბალი პროდუქტიულობა ჩვენ სოფლის მეურნეობაში მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული და არც ტერიტორიების პატარა თქვა თუ შევადარებთ ისეთ წარმატებულ აგროეკონომიკებს, როგორც ისრაელი ან ირლანდები, თუნდაც შვეიცარია, აღმოჩნდება, რომ საქართველოს მათზე ტერიტორიულად ბევრად დიდია. მიუხედავად ამისა, შედეგი ისეთი რა შეიძლება იყოს თქვენი წარმოდგენით. ეს არის თქვა სექტორში შემოჩენილი ტექნოლოგიები, სექტორის არასწორი მენეჯმენტი, სექტორში ექსპერტიზის დეფიციტი თუ რაიმე სხვა. უამრავი გამოწვევა არსებობს სექტორში და ამ გამოწვევებში კიდე ჩაშლა არის, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს. მთლიანობაში ის რომ ჯაჭვი არ არსებობს წარმოების, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, გარდა ამისა მიწების ფრაგმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია დიდი გვაქვს, მიწების ფრაგმენტაცია არის ბუნებრივია ერთ-ერთი ასევე მთავარი გამოწვევა. და ცალსახად საბოლოო ჯამში მენეჯმენტის პროფესიული კადრების არარსებობის, ის რომ ამ სექტორს ბიზნესური კუთხით არავინ არ უყურებს და ცალსახად აგრიტექის არარსებობის ნაკლებობა იწვევს იმას, რომ დაბალპროდუქტიულია ეს სექტორი. როგორ ფიქრობთ სტრატეგიის მიმართულებით, რაიმე შესრულია თუ არსებული სახელმწიფო სტრატეგია გარკვეულად პასუხობს ამ გამოწვევებს? იქიდან გამომდინარე, რომ ამ სექტორთან შეხება მოხდა პლუს ამას სტრატეგიებსაც მეტნაკლებად კარგად ვიცნობ. მე ვფიქრობ, რომ არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს ან მხოლოდ ზოგადი ჩანაწერებია გაკეთებული, სიგნისელო სტრატეგია არ არის შეცვლილი და ისევ სუბსიდირებას და მხოლოდ ზოგადი ჩანაწერით პროდუქტიულობის დაზია საუბარი, რაც საბოლოო ჯამში შედეგს არ ქმნის ბუნებრივია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სუბსიდირებული არ უნდა იყოს ისეთი პროდუქტები, როგორიც ყურძენია მაგალითად, თუმცა თუ ახალი კულტურის მოშენებაზე საუბარი და ეს ეყრდნობა ანალიტიკას, ეყრდნობა მონაცემებს და დიდ მონაცემებს, მაშინ შეგვიძლია, რომ სუბსიდირების, როგორც ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიმართულება გავამართლოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიების სუბსიდირება ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება საბოლოო ჯამში და უკეთესად აისახება აგროსექტორის განვითარებაზე, ვიდრე არსებული სტრატეგიები. ესე მიმაჩნია პირადად მე. თამთა, თქვენისაც რა იქნებოდა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ხელში უწყობდა ამ სექტორის, აგროსექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას, ანუ რაც გულისხმობს ბუნებრივი ტექნოლოგიები არ არის თვითმიწანი, ხო ბუნებრივი გაზი და იგულისხმება, რომ გაზი და პროდუქტიულობას და შესაბამისად გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას. რა შეიძლება იყოს ეს პირობითად სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ მიმართულებით მე ცოტა წინაპირობაში ვქნი, იქიდან გამომდინარე, რადგან ციფრულ ტრანსფორმაციაზე ვლაპარაკობთ 2017 წლიდან დავიწყეთ ჩვენ ციფრული ტრანსფორმაცია აგროსექტორში და აგრონავტი იყო პირველი ქართული აპლიკაცია იმ დროისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ფერმერებს, რომ ციფრულად მიიღოთ ინფორმაცია აგროსექტორთან და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე იყო e-commerce-ის ნაწილი, რაც 2017 წლისთვის ისეთი აქტუალური არ იყო e-commerce-ი, ანუ ცალმხრივი მარკეტი, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ აეწირათ თავიანთი პროდუქტი და მე უკვე დაკავშირებული და სხვა ჰორეკას ტიპის წარმომადგენლებს პირობითად. თუმცა ამ პროცესში გამოჩნდა არაერთი დაბრკოლება და გამოწვევა, რომელიც გულისხმობს პროდუქტის ხარისხის ნაწილს, ან მიწოდების ჯაჭვს მთლიანად, იმას, რომ ზოგადად რეგიონებში ინტერნეტიზაცია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე
და იმ ადამიანების ალბათ უმრავლესობა ვინც ჩართულია რეგიონებში სოფლის მეურნეობაში, მათ არ ქონდათ იმ დროისთვის ხელმისაწვდომობა ეგრეთ წოდებულ ჭკვიან ტელეფონებთან. მაშინ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოწვევა, მე უკვე ჩვენ დავიწყეთ კოვიდის შემდეგ ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლებოდა, რომ მათ მთავარი კითხვისთვის გვეპასუხა, ვინც რეგიონებში გადავიდათ, რა შეიძლებოდა მათ მიწის ფართობზე მოიყვანათ. ბუნებრივია ინფორმაცია ციფრულ სამყაროში და ინფორმაციის ფლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და სწორი ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მოდულის შემუშავების პროცესში, რაც მანამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არ ქონდა ისტორიული მონაცემები, ეგრეთ წოდებული დატა, დიდი მონაცემები, რამაც დაბრკოლება შეუქმნა საბოლოო ჯამში იმ მოდულის მუშაობის პროცესს, რაც მისცემდა ფერმერებს საბოლოო ჯამში რეკომენდაციებს, რომელ რეგიონში რა პროდუქტი შეიძლება მოიყვანათ უფრო პროდუქტიულად, ასე ვთქვათ, საერთაშორისო და ადგილობრივი საბაზრო ტრენდების გათვალისწინებით და საბოლოო ჯამში ერთ თელ ამ ჯაჭვში გაყოლოდა მოკლედ ფერმერს გულისხმობს ბიზნესის გეგმის გაწერასაც მათ შორის და მიბმას, ასე ვთქვათ, მენტორების, აგრონომის ნაკლებობა, რო ვიცით, რომ დგას რეალურად და ხელმისაწვდომი არ არის იმდენად, მათ შორის ფერმერებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ეხლაც აქვს შესაძლებლობა აგრონომი დაჯავშნონ, მაგრამ მთლიანი ჯაჭვი ისევ არ ეწყობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიდი მონაცემები არ არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ დავიწყეთ ჩვენ კვლევა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანია თვითონ აგრიტექის, რაც hardware plus software-ი მთლიანობაში ტექნოლოგიას გულისხმობს და ციფრულ ტრანსფორმაციაში უკვე ეგრეთ წოდებული ჭკვიანი სოფლის მეურნეობა 5-დან 0, რომელთაც სოფლიოში არის ცნობილი, hardware-ის ტრანსფერი მომხდარი იყო საქართველოში და ტესტირება. ეს იქნება არ ვიცი ნებისმიერი ტექნოლოგია, სენსორული დანადგარით დაწყებული აგრომეტეოროლოგიური სადგური, მათ შორის რობოტექნიკა, რომელიც ასევე კარგად მუშაობს ბუნებრივი სხვადასხვა აღჭურვილობით და საბოლოო ჯამში ინფორმაციას ციფრული ხელსაწყოებით საშუალებით აძლევს იმ ვთქვათ, მიმწოდებელს, ვისაც შეუძლია რომ გააკეთოს ანალიზი და საბოლოო ჯამში დადოს დასკვნა, ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენი ხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ქვეყანამ სტრატეგიულად გადაწყვიტოს. ამიტომ უმთავრესი არის ეს, რომ hardware-ის ტესტირება მოხდეს საქართველოში, იმიტომ რომ hardware-ის აქ შექმნა საქართველოში საკმაოდ უჭირთ, მათ შორის სტარტაპერებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ აგრიტექ სტარტაპთან გქონია ჩვენ ფერმერთა ასოციაციიდანაც შეხება, არაერთი ჰაკათონი გაგვიკეთებია და რეალურად აქ hardware-ის შექმნა მართლაც რომ სრთულს წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ ის მასალები რითიც უნდა აეწყოს და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში თანხმდროში ვერ მოდის. ამიტომ გარემოზე მორგებას ჯობია ისევ არსებული hardware ტექნოლოგიების ტესტირება მოხდეს ადგილობრივ ბაზარზე და მერე უკვე უშუალოდ ციფრული, ეგრეთ წოდებული software-ის მორგება, იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ახალგაზრდა საქართველოში უკვე საკმაოდ კარგი პროფესიონალია პროგრამირების, კოდინგის და development-ის მიმართულებით შესაძლებელია უკვე მოერგოს, თუმცა როგორც წესი hardware-ს თავისი software-ი მოყვება, თუმცა მისი ადაპტირება თავისუფლად შეიძლება. ეს არის ძალიან მოკლედ ასე ვთქვათ ის სტრატეგია, რომელთაც შეიძლება რომ სექტორის განვითარება მოხდეს ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში, ბევრად უფრო მოქნილი გახდეს სოფლის მეურნეობა და ეს ბუნებრივია დაფილტრავს უკვე ფერმერებს. იმათ, ვისაც უნდა ბიზნესზე და დივერსიფიცირებული აგრობიზნესის წარმოება და ვისაც ისევ შინამეურნეობით დაკავდება. აქ ჩვენ უნდა მოვახდინოთ დიფერენცირება. ჩვენ ამ სექტორის განვითარება გვინდა იმისთვის, რომ მეტი წილი გქონდეს, უფრო წარმადობა უფრო მაღალი იყოს, თუ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ან ჯერ ამაზე არის ალბათ ჩამოსაყალიბებელი და დივერსიფიცირებული და ეს ალბათ სტარტაპებს და კომპანიებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავის აუდიტორიას ასე უფრო მეტად მოძებნიან, მაგრამ ბუნებრივია ეხლა სახელმწიფო ესე დიფერენცირებას ვერ მოახდენს, ხო? და სტრატეგია უნდა გქონდეს ისეთი, რომ ზოგადად სექტორს ერგებოდეს და იქ უკვე უშუალოდ აქტორები, ორგანიზაციები იქნება, ასოციაციები იქნება, საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი თუ აგრიტექ სტარტაპები ან აგრიტექ კომპანიები, ის უშუალოდ ისინი არიჩევენ მე აუდიტორიას ვისზე იმუშავა. მაგრამ სტრატეგია მთლიანობაში შესაძლებელია და წასაყვანია ტექნიმართულებით. აი მანდ რო გავაგზავნოთ ინდუსტრიული პოლიტიკას გარდა იმისა, რომ უნდა მოახდინოს ფოკუსირება, რაზეა ორიენტირებული
სხვას რა რეკომენდაციას გასცემით, რომ ინდუსტრიული პოლიტიკა უფრო ეფექტური იყოს. თუ სულაც ჯობია, რომ ესეთი გამოკვეთილი ინდუსტრიული პოლიტიკა არ იყოს და თავიდან ყოველ შემთხვევაში თუნდაც პირველ ეტაპზე თვითონ ბაზარს დავაკვირდეთ და ტენდენციებს დავაკვირდეთ და ავახდინოთ აქტიური ინტერვენცია. როგორ ფიქრობთ, როგორ უფრო თქვენი გამოცდილებით, როგორ უფრო პირველ რიგში, როგორ უნდა დავაკვირდეთ? ბუნებრივია ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ, ხო? და რაღაც მონაცემები უნდა გქონდეს, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევაფასებთ თუნდაც ამ ტენდენციებს. როდესაც ეს ინფორმაცია არ არსებობს, ბუნებრივია კონკრეტული кейსებიდან გამომდინარე საერთო სურათს ვერ გქნით, იმიტომ რომ ყველა განსხვავებულია ჩვენი ასე ვთქვათ, ნიადაგიც განსხვავებულია, კლიმატიც განსხვავებულია, პლუს ამას გვეწევა ისეთი გარე ფაქტორები, როგორიც არის ზოგადად სასურსათო დეფიციტიც, სასურსათო უსაფრთხოებასთანაც არის კავშირში, მაგრამ ბუნებრივია ომი ამ სასურსათო სავარგულებთან დაკავშირებით სერიოზულ დეფიციტს ქმნის მარცვლეული კულტურების, კოვიდის პერიოდში დაწყებული, ასე ვთქვათ, კრიზისები, რომელმაც თავი ახლა კიდევ უფრო მეტად იჩინა თუნდაც მარცვლეულ კულტურებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციაზე გქონდეს წვდომა და ეს ინფორმაცია გროვდებოდეს. რაღაც სახით, როგორც მე ვიცი, საქსტატმა დაიწყო ინფორმაციის შეგროვება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კოლაბორაციულად რაღაც ლაბორატორიებიდანაც არსებობდეს ეს ინფორმაცია, სახელმწიფოს ჩართული იყოს, პლუს ამას შეიკრას ეს ინფორმაცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების, ამის გაშიფრვა მოხდეს, რაღაც გაივარცხნოს ეს მონაცემები და საბოლოო ჯამში ვიცოდეთ, ან რა მიმართულებითაც წავიდეთ. გასაგებია, რომ მე შეიძლება ვუყურებ როგორც აკადემიური კუთხით, ისე ფერმერების კუთხით და დაუშვათ სტარტაპის კუთხით, მაგრამ მხოლოდ ეს არ კამარა. ხო, ბუნებრივია, უფრო მეტ ინფორმაციას უნდა ვფლობდე მე დატას იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ეს ზედაპირული და ემპირიული დაკვირვებით, რაც შემიძლია თქვა, არის ის, რომ ინფორმაციაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეს საიმისოდ, რომ გავაანალიზოთ რა მიმართულებით წავიდეთ. დიდი ხანია, რაც დავიწყეთ, თუნდაც 2017 წლიდან ციფრული ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. არაერთი პლატფორმა შევქმნით და ვიმუშავეთ ამ საკითხზე. ეხლა ვამბობთ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით და დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს და როგორც იცით ფერმერთა ასოციაციაში აგრიტექ სტრატეგიაც იწერება ამ მიმართულებით, მაგრამ ეს აგრიტექ სტრატეგიაც მიმართულია იმ მიზნისკენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აგრარულ სექტორზე. ნიადაგიდან დაწყებული საბაზრო ტრენდებით დამთავრებული, პირობითად ვიცით, რამდენია იმპორტირებული პროდუქტი, მაგრამ ექსპორტი და რეექსპორტი, მოხმარება რამდენი, ძალიან დიდი ჩაშლა არის და სიღრმისეული ინფორმაცია საჭირო იმისთვის, რომ დაბალანსებულად ეს არ არის მითითება მერე, რომ ფერმერებს უთხრათ, რომ პირობითად შენ ამდენი მოიყვანე, კომუნისტური მიდგომა და უშოთ შენ ამდენი მოიყვანე, მაგრამ ფერმერსაც და ნებისმიერ ადამიანსაც უნდა გქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რომ რეკომენდაციებზე თაყრმობით მიიღოს გადაწყვეტილება, რა უნდა აწარმოოს, რომ სიტყვაზე ნიურის кейსი არ აღმოჩნდეს პირობითად, ქაოტური წარმოება არ იყოს და მე თავისით უკვე, როდესაც ეს ინფორმაციაც გვექნება, როდესაც ტექნოლოგიები იქნება ხელმისაწვდომი, ანუ ვინ შეძლებს ამ ტექნოლოგიურ სოფლის მეურნეობის განვითარებას, თუ ამ მიმართულებით იქნება პროგრამა, თავისთავად გამოჩნდება და დაივარცხნება ეს სიტუაცია. ანუ ვის შეუძლია ტექნოლოგიურ სოფლის მეურნეობას გაყვეს და ამ მიმართულებით ვის შეუძლია ეკონომიკაში თავის წვლილი შეიტანოს როგორც სექტორიდან და ვინ იქნება ეს თქო შინამეურნეობით დაკავებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავისთვის აწარმოებს, ხო? ჩვენ ხო ფერმერის დეფინიცია რეალურად არ გვაქვს საკანონმდებლო დონეზე, იმისთვის რომ არ შეგვეზღუდა პირობითად ზოგადად ეს სექტორი, რომ არ დაგვეწესებინა გარკვეული ჩარჩოები იმისთვის, რომ ვის შეეძლო წარმოება, ვის არ შეეძლო. თუმცა ამავე დროს არ ვიცით, ვინ არის ფერმერი. ის, ვინც მხოლოდ თავისთვის აწარმოებს, ის, ვინც თავისთვის აწარმოებს და შეიძლება ერთხელ რაღაცა გაიტანოს ბაზარზე გაყიდოს და ეკონომიკისთვის ვინ არის მნიშვნელოვანი რეალურად. დიდი მსხვილი ფერმერი, რომელიც დივერსიფიცირებულ აგრობიზნესს აწარმოებს, თუ რა.
ან მე არ გულისხმობ იმას, რომ ფერმერის დეფინიცია საკანონმდებლო დონეზე უნდა შემოვიტანოთ, მაგრამ ჩვენ, ვინც ამ სექტორის გაძლიერებას უნდა შევუწყოთ ხელი, არის სტრატეგიულ ცვლილებას ზოგადად, ხო? მაშინ ჩვენც უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად ვიზე ვსაუბრობთ და ვის რა უნდა გავუკეთოთ. პირობითად, ბევრი ფერმერია, რომელსაც მეილიც არ აქვს და რა ინფორმაციაზე არის საუბარი, ხო? რა უნდა მივაწოდოთ, რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, ვის დავუშვათ პირობითად ჯერ მეილით ვისთან უნდა დავიწყოთ მეილით კომუნიკაცია და ვის უნდა შევქმნათ მეილი და პირობითად ის ფერმერები, ვისთანაც უნდა დავტესტოთ პირობითად რობოტექნიკა, სენსორული დანადგარები, აგრომეტეოროლოგიური სადგურები და დრონები, ხა. დრონებზე ერთადერთი რაც გამომხვილებ ყურადღებას დიდი ხანია რაც არის საუბარი უბრალოდ ახარშფექტური იქიდან გამომდინარე როგორც ვახსენე მიწების ფრაგმენტაციით ხასიათდება საქართველოს აგრარულ სექტორი და უბრალოდ ფერმერებს არ აქვთ შესაბამისი თანხები რომ მცირე მიწაზე დრონი ამუშავონ თუნდაც დაკვირვებისთვის თუნდაც შეწამლისთვის რა თუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხიც ამ ნაწილში არ გარკვეულწილად რომელიღაც რეგიონებში მოგვარდება იქ შეიძლება დრონი მაიმუშაოს პირობითად. კახეთში შეიძლება რობოტექნიკა იმუშაოს ვენახებში, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას წამოიღებს და უფრო დროულად უზრუნველყოფს მაგალითად იმას, რომ მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლას, მაგრამ თუ პირობითად სეტყვისგან დამცავი ბადეებით, როგორც ტექნოლოგია არ იქნება და სადაზღვევო პაკეტები არ ამუშავდება, მაშინ ისევ და ისევ სუბსიდირებული იქნება ეს სექტორი და ამით, რავი, ხედავთ, რომ წლებია ვერ ვითარდებით. ამთა როგორც ჩანს, მოკლედ მშობრივად საბაზისო ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, ანუ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია თუ დღევანდელ დღეს უკვე მეხუთე პლუსი გულისხმობს იმას, რომ ეს არის მონაცემები, ეს არის სწრაფი ინტერნეტი და შესაბამისად მასზე დაჟინებული უკვე IoT, უპილოტო რობოტექნიკა და ასე შემდეგ, ხო, კიბერფიზიკური სისტემები. არც მონაცემები გვაქვს ჯაჭვ ფაქტიურად არა თუ აღუწერელი, არა თუ ღეროებით ჯაჭვი დამწოდების ჯეჭვი არა თუ გაციფრულებული არ არის, მონაცემებიც კი არ არის უყოფილი, რომ უბრალოდ წარმოდგენა მაინც შევიქმნათ, შესაბამისად დაბალი ექსპერტიზაზე იყო ლაპარაკი, სექტორში მოძრაობულ ბიზნეს მოდელებზე და საერთოდ რა მოდელები ისიც კი არ არის, ეს ბიზნესი თუ არა დიდი დასაქმებულთა უდიდესი ნაწილისთვის ბოლომდე გააზრებულიც არ არის და არც თუ ცხადი შესაბამისად არც თუ ცხადი პოლიტიკა. სტრატეგიაშიც ნახავთ სახელმწიფო სტრატეგიაშიც იქ უფრო მეტად რაღაცა მექანიზაციაზეა ლაპარაკი ვიდრე გაციფრულებაზე, იმიტომ რომ ტრაქტორების შესყიდვაზეა მოკლედ მარტივად რა ვთქვათ საუბარი და ძალიან მცირე ნაწილი ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც გასაგებია თუ არაფერი ინფრასტრუქტურა არ გაქვს, საერთოდ არაფერი არ გამოვა. და აი ამ ყველაფრის ფონზე თქვენ გაქვთ აგროტექ სტარტაპი და თუ შეიძლება რომ გითხრათ რა გამოწვევებზეა ორიენტირებული. და რა ტექნოლოგიებს იყენებთ და მოკლედ თქვენ სტარტაპზე რომ დავიწყოთ, მოკლედ თუ შეიძლება. კი, როგორც აღნიშნე, თავდაპირველად 2017 წელს როცა შევქმნით აგრონავტი, ეს იყო საინფორმაციო ჰაბი ერთი ფანჯრის პრინციპით, სადაც ფერმერებს შეეძლოთ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება აპლიკაციის საშუალებით და პლუს ამას ეს იყო როგორც აღნიშნე, e-commerce-ის ნაწილი, ანუ არა ორმხრივი მარკეტი, არამედ სამმხრივი, რომელიც თანამშრომლობის ფარგლებში ფერმერთა ასოციაციასთან, ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან და აჭარაძეთან ერთად თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ შევძელით, რომ გარკვევი ჯაჭვი შეგვექმნა საიმისოდ, რომ აგრონავტზე ვინც თავის პროდუქტს დაარეგისტრირებდა, ჩვენ გადავცემდით ამ ინფორმაციას ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას და ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია შეეძლო უკვე დაკავშირებოდა აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალ მოკლედ ჰორეკას ტიპის სასტუმროებსა და რესტორნებს, რითიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას უწყობდით ხელს. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯერ მხოლოდ ციფრულ ტექნოლოგიაზე და მე უკვე ხვდებით, რომ საერთაშორისო გამოცდილება ვყარნახობს უკვე hardware ტექნოლოგიების გამოყენებას ამ სისტემაში და არა ტრადიციულ მეთოდებს და ჩვენ ჩამოვრჩებით ასე ვთქვათ მინიმუმ 10 წლით საერთაშორისო გამოცდილებას და COVID-იც რო დაგვექვთქვა, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდულის გამოყენებით ჩვენ შეგვექმნა ეს მოდელი, რომელიც ფერმერებს
GPS ნავიგაციის მითითებით, სადაც ისინი იყვნენ, მიეღოთ რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად მის მიწის ფართობზე, ბექში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუ რომელი აგროკულტურის მოყვანა იქნებოდა ყველაზე უფრო მომგებიანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია უნდა დაყრდნობილიყო ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ საბაზრო ტრენდებს. ამის შემდეგ მოდიოდა ჩვეულებრივ ჯაჭვი, რომელიც გათვალისწინებულია ბუნებრივია ამ პროექტში, ასე ვთქვათ, და ამ ბიზნეს მოდელში, ბიზნეს გეგმის წარმოება, შესაბამისი პროფესიონალების სარეკომენდაციო მენტორინგის დაჯავშნა ონლაინ რეჟიმში, ვეტერინარი არის თუ ფერმერია ამ შემთხვევაში და საბოლოო ჯამში აი მთლიანი ჯაჭვის აწყობას გეგმავთ ესე. თუმცა მხოლოდ 15 პროდუქტის, აგროპროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციას მოძიება შევძელით, რაც ბუნებრივია საკმარისი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს რეგიონში იმდენი პროდუქტი მოდის, რომ ესე ვთქვათ, რეკომენდაციის გაცემა მის მიხედვით, რა ქვია, რომელია პირველ ადგილზე უფრო მეტად რეკომენდირებული მეორეზე და მესამეზე 15 პროდუქტის შემთხვევაში საკმაოდ რთული იყო. ამიტომ, როდესაც თავდაპირველად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ექსტენსიის ცენტრები ამას აგროვებდნენ, მოლაპარაკებები ჰქონდა დაუშვათ ლაბორატორიებთან, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ ეს ინფორმაცია არ არსებობდა ექსტენსიის ცენტრებში, ან კონკურენციის ფარგლებში ლაბორატორიებს არ უნდათ თანამშრომლობა. რეალურად შეიძლება პროექტებისთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო ასევე, რომ მიწის ლაბორატორიის ანალიზი ყოფილიყო, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ გათვლა იყო მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხო? ვინც კოვიდის პერიოდში გადავიდა რეგიონში მაგალითად და არ იცოდა რა მოეყვანა და მათთვის იყო მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, თუ რომელი პროდუქტის მოყვანა იქნებოდა მათ ფართობზე უფრო მნიშვნელოვანი. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გათვლილი, მოკლედ ეს ციფრული აპლიკაციის მოდული შემუშავებულია, ახლა გადასულები ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკება გქონდეს ტექნოლოგიურ ტრანსფერთან დაკავშირებით, მათ შორის აკადემიურ სფეროსთან, მათ შორის საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ იქ არსებული ტექნოლოგიებიც ჩამოვიტანოთ, რომ გაიტესტოს ეს. პლუს ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა რეგიონში რომელი ტექნოლოგია უნდა გავტესტოთ, რომ ვთქვათ, რომ ეს მუშაობს ამ რეგიონში და წამოვიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. ანუ სირთულე ჩვენ შემთხვევაშიც როგორც სტარტაპთან მიმართებაში არის ინფორმაციის დატას არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ პირობითად მარკეტის მიმართულებით ან აგრონომების და ვეტერინარების დაჯავშნის როგორც სერვისის გაცემის მიმართულებით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბირთვი, რაც არის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით რეკომენდაციების გაცემა, არის მუშაობის პროცესში, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენი სტარტაპიდან გამომდინარე გვიწევს იმ სტრატეგიაზე მუშაობა, რაც ზოგადად სექტორის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. Გამთა, ეხლა სწორედ გადავედით იმ ბარიერებზე, რასაც აწყდება საქართველოში ინოვაციები აგროტექში. ანუ თქვენ უკვე შეეხეთ, ეს არის მონაცემების არარსებობა, რომელიც ადამიანებს ინფორმაციულ გადაწყვეტილებას და გონიერ მანქანებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებას მისცემდა, რომ დიდი მონაცემები დაემუშავე, პატერნები დაინახა. სხვა რა შეიძლება იყოს კიდე, თქვათ, საუბარი იყო ფრაგმენტაციას თქვენ შემთხვევაში, საუბარი გქონდათ ინტერნეტის სიჩქარეზე და ინფრასტრუქტურაზე ზოგადად. შეიძლება ვილაპარაკოთ ამ, თქვათ, მაგალითად გასაქმებულთა კომპეტენციაზე, ან თქვათ, ფინანსებზე წტომის პრობლემაზე, ან რა ვიცი, სტრატეგიაზე. კი, ბუნებრივია, რომ საუბრობთ hardware-ზე, ნიშნავს იმას, რომ მას ფინანსები სჭირდება და პირველად ინვესტიცია საკმაოდ მაღალია. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობ ტექნოლოგიების შემოტანაზე, აქ ჩნდება კიდევ ერთი ახალი ჯაჭვი პროფესიული მიმართულებით. ინჟინერი არის, თქვათ, ამ ტექნოლოგიების, ვისაც იცოდება ეს ტექნოლოგია რა არის, ვისაც შეიძლება პირობითად, რომ ამ ტექნოლოგიას რამე რო გაუბრჭდება, საერთაშორისო ექსპერტი კი არ ჩამოიყვანეს, არამედ ადგილზე მოახდინოს შეკეთება. ძალიან მარტივი მაგალითი რო აგიხსნათ, ზოგადად აი ბეჭდურ და სარეკლამო ბიზნესში, როდესაც დანადგარები ბუჭდებათ, სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო ბიზნესი საკმაოდ მზარდია საქართველოში და ესეთი შემოსავლიანია, მათაც უწევთ ხოლმე ნაწილის აღება და ან თურქეთში წასვლა, ან ჩინეთში წასვლა იმისთვის, რომ გააკეთონ ეს ნაწილი. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიური სოფლის მეურნეობით ახალი
პროფესიები გამოჩნდება, ამ პროფესიების ნაკლებობაც იქნება, იმიტომ რომ ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში აგრონომების ნაკლებობაც გვაქვს, ბუნებრივი. ძირითადად ალბათ ეს არის ძალიან მოკლედ რომ თქვა ამ ჯაჭვში რა საჭიროებები გაჩნდება და რა ვარიანტები ბუნებრივია ეს არის ფინანსები, ახალი კადრები პროფესიული მიმართულებით და კიდევ ერთ გავამახვილებ ყურადღებას ღირებულებათა ნაწილზე ზოგადად მიმღებლობა. რაც ქართულ ფერმერებში და ალბათ რაც ქართულ საზოგადოებაში ზოგადად სიახლეების მიმღებლობა აღიქვამენ საკმაოდ რთულად. უჭირთ ახალი ტექნოლოგიების მიღება, დაჯერება ამ ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, და ლობირება ამ ტექნოლოგიების ბუნებრივია. ფერმერთა ასოციაციაში აგრონავტთან ერთად ჩავატარეთ ჩვენ კვლევა ფერმერებში და ორ ძირითად შეკითხვას გამოვყოფ, ასე ვთქვათ, პირველი კითხვა იყო ის, რომ იყენებენ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობაში და უმეტესობის პასუხი იყო კი და მეორე კითხვის დროს ჩვენ ჩავშალეთ ეს ტექნოლოგიები და ჩამონათვალში გარდა IoT ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა, დრონისა და ასე შემდეგ ჩავწერეთ მიზანმიმართულად ბუნებრივია Facebook-ი და სოციალური ქსელები. პასუხების უმრავლესობაში სამწუხაროდ იკვეთებოდა Facebook-ი და Facebook ჯგუფი და სოციალური არხები. ანუ გაგება ზოგადად რა არის აგრიტექი და ტექნოლოგიური სოფლის მეურნეობაც არ გვაქვს, მიმღებლობაც დაბალია და ბუნებრივია მას მოყვება შესაბამისი გამოწვევები. ფინანსების არარსებობა, რა თქმა უნდა, სტრატეგიის არარსებობა, მონაცემების არარსებობა, ჰარდვერების ტესტირების შედეგები არ გვაქვს ზოგადად და საწყისიდან დავიწყებთ, ალბათ მიწების დიფერენცირებაც არის ერთ-ერთი გამოწვევა, თუმცა ხელს არ უშლის ეს ყოველ შემთხვევაში ჰარდვერის ტესტირებას, ანუ სხვა ქვეყნებში არსებული ტექნოლოგიების ტრანსფერს და ადგილზე ტესტირებას ეს ხელს არ უშლის. თუ ამ მიმართულებით სტრატეგია და საპილოტო პროგრამები იქნება, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს, რომ თქვათ, რომ კონკრეტულად ეს ტექნოლოგია ამ რეგიონში, ამ კულტურის მიმართულებით კარგად მუშაობს, მერე უკვე შეგვიძლია ეტაპობრივად სხვა საკითხებს მივხვდეთ. მოდიან პერსპექტივაში. მან მინდა გადავიდე, შეგვიძლია თუ არა ბოლო კითხვა არის იმ გამოწვევების და იმ პრობლემების ფონზე, რომელზეც ზემოთ საუბრობდით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ ქართული აგროტექ ინდუსტრიის განვითარება, ღირს თუ არა ამაზე ფიქრით თქვენი აზრით, თუ კი რა ნიშა შეიძლება დაიკავოს გლობალურ ბაზარზე ქართულმა აგროტექმა და მე ვილაპარაკოთ უკვე რა კონკურენტული უპირატესობა გვაქვს ამ მხრივ და რა უნდა გაკეთდეს, რომ აი ეს ნიშა, აი ეს მიზანი მიღწეული იქნას. პირველი კითხვა არის ღირს თუ არა ფიქრი და რა ნიშა შეიძლება დაიკავოს ქართულმა აგროტექმა გლობალურ ინოვაციურ ბაზარზე. ერთი რო კარგი კითხვა, მეორე საკმაოდ სიღრმისეული. მე ალბათ ამ შემთხვევაში ზედაპირულად გიპასუხებთ, იმიტომ რომ ამასაც მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი კვლევა სჭირდება, ან ამ საკითხს უნდა შევხედოთ როგორ. პირობითად ქვეყნების განვითარებიდან გამომდინარე, პირობითად ჩვენ თუ ავირჩევთ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობას, რომელიც უნდა იქცეს ტექნოლოგიური და არ ავირჩევთ დაუშვათ სხვა მიმართულებას, რომ ინვესტიციები ან სუბსიდირება მოხდეს ისეთი რაღაც ტვინების განვითარებაში, რომლებიც ქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფის პროდუქტებს და პრიორიტეტიზაციაზე აქ საუბარი რა. პირადად მე თუ მკითხავთ, მე მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიურ ჰაბად იქცეს საქართველოს, სადაც აი ესეთ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებს შევქმნით და გავყიდით საერთაშორისო ბაზარს. მე თუ პირადად მე თუ მკითხავ, მაგრამ და რა გვაძლევს ამის საშუალებას? ანუ რატომ შეიძლება საქართველოს ეს ნიშა დაიკავოს? რამე გვაქვს ეს კონკურენტული უპირატესობა, რაც ამის საშუალებას მოგცემდა? კი, ახალგაზრდებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც არანაკლებ პროფესიონალები არიან საერთაშორისო ბაზარზე პროგრამირების, ბექენდის, ფრონტენდის და დაჯირის მიმართულებით, ანუ საკმაოდ კარგი ბაზა არსებობს უკვე ახალგაზრდებში, რომლებიც შეგვიძლია რომ არ გადიოდნენ საერთაშორისო ბაზარზე მაგალითად და იყვნენ ადგილობრივი ბაზრის ჰაბის წარმომადგენლები, რომლებიც საერთოდ სხვა ქვეყნების დაკვეთებს შეასრულებდნენ ადგილზე. ეს უბრალოდ ჩემი დაკვირვების და ჩემი სტუდენტების შეხედვით და
დიახ, ეს პირადად ჩემი აზრია, რომელიც უბრალოდ ჩემ დაკვირვებას ეყრდნობა. და ქვეყნის პრიორიტეტიზაციის მიმართულებით მიმაჩნია, რომ თუ ქვეყანა ამ პრიორიტეტს აირჩევს, აქვს შანსები. ისევე როგორც გარდაუვალი პროცესია, რომ აგროსექტორი უნდა გახდეს ტექნოლოგიური. ანუ ერთი არის პრინციპში ეს არის იმიტომ რომ კადრები, რომელიც პროგრამირების და IT-ის მიმართულებით, რომელიც მზარდად იზრდება, როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება ჩვენთან. და მეორე გარდაუვალობა, რასაც ამბობთ, რომ ყველა ვარიანტში მოგვიწევს ეს ინდუსტრია, თუ გინდა სოფლის მეურნეობის ინდუსტრია, მისი გაცვლიება უნდა მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენთან ბევრი კლიმატურ-გეოგრაფიული ზონებია, რაც პრინციპში უცხოელ აგროტექ ინდუსტრიას შეიძლება საინტერესო იყოს, როგორც სხვადასხვა მათი სოლუშენების და გადაწყვეტების კიბერფიზიკური გატესტვის, იმპლემენტირების, ადრეული გაშვების, თქვა არეალი. რამდენად თქვენი გამოცდილებით, თქვენი ინტუიციით, ესე შეიძლება იქცეს ჩვენ, ასე ვთქვათ, კონკურენტულ უპირატესობად, მაგალითად სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუნდაც განვითარებული ესტონეთის ან ფინეთის, სადაც პრინციპში მხოლოდ ერთი ეკონომიკური ზონა, გეოგრაფიული ზონაა. ის რომ ნიადაგის და კლიმატის მიმართულებით ესეთი განსხვავება გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა პროდუქტის მოყვანა შეგვიძლია. კონკურენტუნარიანები შეგვიძლია გავხდეთ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხიან პროდუქტს ვაწარმოებთ და ვაწარმოებთ ბევრს ამ შემთხვევაში, ხო? მეორე მიმართულება ნიშნული პროდუქტის წარმოება, მაგალითად და სინთეზი პირობითად ტურიზმთან ერთად. მაგალითად ისეთი განსხვავებული რაღაც ჯიშის პირობითად ხორბლისგან დამზადებული პური ან სულგუნი მაგალითად შეიძლება იქცეს ან ისეთი ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც ტურიზმთან და აგროტურიზმთან სინთეზში იძლევა უკვე იმის შესაძლებლობას, რომ გაცილებით მეტი შემოსავალი მივიღოთ. სხვა ქვეყნებთან კონკურენციის ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს განსხვავებული ნიადაგი და კლიმატი უბრალოდ ჩვენთვის არის დიდი გამოწვევა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სოფტი, ან ისეთი ჰარდი, რომელიც მოერგება ადგილობრივ გარემოს. საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით მარტივია, იმიტომ რომ ესეთი დიფერენცირება ნიადაგის და კლიმატის ზონებში არ არსებობს მაგალითად და ქმნიან ესეთი უნიკალურ პროდუქტს, მაგრამ მაგიტომ ამ ტესტირება არის მნიშვნელოვანი და რომელ რეგიონში რომელი ჰარდვეარი იმუშავებს, ამის ტესტირება მაგიტო არის საჭირო, ამ ინფორმაციის შეგროვებაც, რომ ვიცოდეთ პირობითად, რომ კახეთში და უშუალოდ კონკრეტულად ეს ტექნოლოგია მოგცემს იმ შედეგს, რაც ინფორმაციის შეგროვებას უზრუნველყოფს და უშუალოდ მავნებლების და დაავადებების ბრძოლას და პირობითად მოცვისთვის არის მნიშვნელოვანი ეს ტექნოლოგია. იმიტომ რომ მოცვის სხვაგანაც მოყავთ სხვა ქვეყანაში, ამიტომ ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რომ ჰოლანდიას უნდა შევეჯიბროთ თუ სხვა ტექნოლოგიას უნდა შევეჯიბროთ, მაგრამ პოტენციალი რა თქმა უნდა დიდი გვაქვს, თუნდაც იმიტომ რომ მიწა გვაქვს, განსხვავებული გვაქვს. მეორეს მხრივ ახალგაზრდების ჩართულობით შესაძლებელია, რომ უფრო ტექნოლოგიური გავხადოთ, ოღონდ მიმზიდველი უნდა გახდეს სოფლის მეურნეობა ბუნებრივი ახალგაზრდებისთვის. ეხლა მათთვის მხოლოდ ტექნოლოგიები არის მიმზიდველი და იქიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობაში ვერ ერკვევიან მათი მშობლებიდან, ბებია-ბაბუებიდან მხოლოდ ისიციან, რომ ძალიან ბევრ შრომობენ, მაგრამ ხილ შემოსავალი სოფლის მეურნეობაში არ არის და ეს მენეჯმენტის ბრალი რომ არის ან თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობის გამო რო ხდება, ამაზე უკვე ინფორმაციას არ ფლობენ, ამიტომ სწორი კომუნიკაცია, სწორი სტრატეგია, ახალგაზრდების ჩართულობა სექტორში და მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ ან პოტენციალი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ აი ამ აქტივობების შედეგად შესაძლებელია რომ გახდეს ტექნოლოგიური და მე შეიძლება უკვე ვიფიქროთ უშუალოდ ჩვენი იდეით შექმნილი ჰარდვეარების წარმოებაზე. ეხლა ადგილობრივ ბაზარზე ჰარდვეარის წარმოება არარელევანტურია და არაგამართლებულია. ანუ პირობითად ჩვენ შევქმნათ ქარხანა, სადაც ვაწარმოებთ რაღაცა ტექნოლოგიას, გაუმართლებელია ამ ეტაპს. როდესაც გახდება უშუალოდ ტექნოლოგიური და დავწერთ მეორე ხომ, იმიტომ რომ განსხვავებული სწორედ როგორც თქვენ ავთ, ფაქტობრივად ლაბორატორია არის 20-დან 40 კლიმატურ ზონაზეა, ხო როგორ დავთვლით და ეს მეორე ხომ დასავლელი, ვთქვათ, მწარმოებლისთვის და კომპანიებისთვის საინტერესოა სწორედ საკუთარი გადასოლუშენების იმპლემენტაციისთვის ხომასია. შესაბამისად, ჩვენ ციფრულ ტრანსფორმაციაში არა მარტო საკუთარი
ექსპერტიზის, არამედ შეგვიძლია აქ ჩავრთოთ მათ შორის სხვა წარმოებლებიც, უცხოელებიც, რომლებიც პრინციპში დაგვეხმარებიან ტრანსფორმაციაში თუ მათთვის მიმზიდველი და საინტერესო შეთავაზება იქნება. ხო, თქვენ რაც წამოვთ, მაგრამ ცოდნის ტრანსპორტი, ტექნოლოგიების ტრანსფერი უკაცრავად. ამ ყველაფერში ასე ვთქვათ, მიქსი თქვათ საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების აკადემიის ჩართულობა. აი ამ მიმართულებით გულისხმობდი, რომ ეს მრავალფეროვნება, რომელიც დღეს გამოწვევა, შეიძლება პირიქით თქვენი კონკურენტული უპირატესობა იყოს, იმიტომ რომ ერთ ტერიტორიაზე გაქვს გვერდიგვერდ სხვადასხვა ეკონომიკური ზონები და შეგვიძლია ეს ეგრეთ წოდებული deep tech-ის მიქსი გააკეთოს, სადაც კიბერფიზიკური სისტემები განსხვავებულ კლიმატურ ზონებში ერთმანეთთან დაიტესტებოდა როგორ ასე ვთქვათ თანამშრომლობენ, იმიტომ რომ გაქვს ზღვა, გაქვს უდაბნო, გაქვს მყინვარები და ასე შემდეგ. ბოლო კითხვაზე მინდა გადავიდე. ტესტირება კი, მაგრამ ტესტირება კი, უბრალოდ აქ რომ მე ტექნოლოგიური ჰაბი ვიგულისხმე, უბრალოდ პროგრამირების კუთხით, რომ ამ ახალგაზრდებს შეუქმნათ შესაძლებლობა, რომ პირობითად ისრაელი უყვეთავდეს საქართველოში ციფრულ პროდუქტს. მაგრამ უშუალოდ აგრიტექის მიმართულებით ასე ვთქვათ, აქ რომ შეიქმნა საწარმო ჯერჯერობით ამის რელევანტურობას მე ვერ ვხედავ. შეიძლება ვწდები და პირიქით ეგრე უნდა დაიწყო, რომ მოლაპარაკებებით რაღაცა საწარმოზე ალბათ ჯერჯერობით ადრეა და დაგვრჩა სულ 2 წუთი, მინდა თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი რასაც თქვენ ბრძანებთ აგროტექ solution hub-ად იქცეს საქართველოს. აი რამდენიმე ნაბიჯი რო ჩამოთვალოთ, გვაქვს 2 წუთი. თავიდან რა გამეორეთ თან კარგად წარმოდიოდა ხმა. ეხლა ჩვენ საუბრობდით, თქვენ საუბრობდით, რომ საქართველოს შეიძლება დაიკავოს აგროტექ hub-ად იქცეს, ხომ? მინიმუმ რეგიონალური. და აი რა არის ის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით, თქვენი გამოცდილებით, რომ მართლაც ეს ნიშა დავიკავოთ. სულ გვაქვს დარჩენილი დაახლოებით წუთნახევარი. აგრიტექ სტრატეგია პირველი და ამ სტრატეგიის იმპლემენტირება სახელმწიფო დონეზე, საერთაშორისო დონორების ჩართულობა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება. ეს სტრატეგია რომ ამას გამოყოფ ცოტა სტრატეგიაზეც რომ მაშინ თქვათ, აი რა პრიორიტეტებს გამოყოფთ სტრატეგიისთვის? სტრატეგიისთვის გამოყოფთ ზუსტად იმას, რომ თვითონ სოფლის განვითარების სტრატეგიაში თუ არ ჩაიწერება, მაგალითად, ეს იყოს სახელმწიფო დონორი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განახორციელებენ პროგრამებს, არა პირობითად ცნობიერების ამაღლების კუთხით ტრადიციული სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არამედ ტექნოლოგიური კუთხით. რა სარგებელი შეიძლება მოყვებოდეს ტექნოლოგიების ტრანსფერი უშუალოდ და ტესტინგი, რაღაც ავიღოთ რაღაცა შუალედი, მაგალითად 2 წელიწადში, 3 წელიწადში ვფლობდეთ ინფორმაციას, რომელი hardware ტექნოლოგიები არის მისაღები პირობითად, რომელიც შეიძლება დავტესტოთ, რეალურად რა შედეგებზე გავდივართ, ამასობაში ბუნებრივია გავზარდოთ, უფრო პოპულარიზაცია მოვახდინოთ, მათ შორის ახალგაზრდებში, რომ ტექნოლოგიური სოფლის მეურნეობა არის მათთვისაც პრიორიტეტული მნიშვნელოვანი ზოგადად ქვეყნისთვის და შესაძლებელია, რომ უფრო მეტად განავითაროთ ეს სექტორი და მე უკვე გამოჩნდება ეს ძირითადად სტრატეგიაში არის გაკეთებული მიმოხილვა, რასაც ჩვენ ვქნით ფერმერთა ასოციაცია აგრონომი და კონკრეტულად მე, მიმოხილვა ზოგადად ტექნოლოგიები, რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით, რა ძირითადი მიგნებებია მაგალითად, რა შეიძლება გამოვიყენოთ და როგორ მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ